ვიდეოში ვისაუბრებთ გლუკოზას ორი იზომერზე, ფრუქტოზაზე და გალაქტოზაზე. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ნახშირობადობის განლაგებით, თუმცა მათი ფორმულა არის C6H12O6. თავდაპირველად განვიხილოთ ის, თუ როგორ ხდება სამივე მონოსაქარიდი ორგანიზმში. თავდაპირველად უნდა მოხვდეს ისინი GI ტრაქტში, ანუ საჭმელ-მრევლო სისტემაში, მოხვდებიან ისინი ნაწლავის სანათურში და ნაწლავის სანათურიდან უნდა მოხვდნენ ენტეროციტებში და ენტეროციტებში მოხვედრის ორი გზა არსებობს ამ სამი მონოსაქარიდისთვის, ორი ტრანსპორტერი, ასე რომ ვთქვათ, პირველი ეს არის SGLT ტრანსპორტერი და მეორე არის GLUT5 ტრანსპორტერი. SGLT ტრანსპორტერი ეს არის ნატრიუმ დამოკიდებული ტრანსპორტერი, რომელიც უზრუნველყოფს ენტეროციტებში გლუკოზასა და გალაქტოზას შეტანას, ხოლო GLUT5 ტრანსპორტერი გამარტივებული დიფუზიის საშუალებით უზრუნველყოფს ფრუქტოზის შეტანას ენტეროციტში. ენტეროციტს ეს სამივე მონოსაქარიდი ერთი ტრანსპორტერის, GLUT2 ტრანსპორტერის საშუალებით დატოვებს და GLUT2-ც, როგორც GLUT5, მოქმედებს გამარტივებული დიფუზიის საშუალებით. ახლა კი დავიწყოთ კონკრეტულად თითოეული მონოსაქარიდის განხილვა, თავდაპირველად განვიხილოთ ფრუქტოზა. ფრუქტოზა ადამიანის ორგანიზმში ძირითადად საქაროზას საშუალებით ხდება. საქაროზა ეს არის საკვები შაქარი, რომელსაც ყოველდღურად გამოვიყენებთ. საქაროზა ორგანიზმში დაიშლება ფრუქტოზად და გლუკოზად. და შემდეგ კი ფრუქტოზა მეტაბოლიზმის გზას აგრძელებს ღვიძლისკენ. ღვიძლში გვაქვს ესეთი ფერმენტი ფრუქტოკინაზა, რომელიც ATF-დან, ასე რომ ვთქვათ, მოწყვეტს ერთი ფოსფატის ჯგუფს და წარმოიქმნება ფრუქტოზა ერთი ფოსფატი. აქ არის მოცემული გლიკოლიზის პროცესი, რადგანაც ფრუქტოზა მონაწილეობას იღებს გლიკოლიზის რამდენიმე შუალედური მეტაბოლიტის წარმოქმნაში. ფრუქტოზა ერთი ფოსფატიდან ალდოლაზა B-ს საშუალებით წარმოიქმნება დიჰიდროქსიაცეტონფოსფატი და გლიცერალდეჰიდი. ფრუქტოზა ერთი ფოსფატი ეს არის 6 ნახშირბადის ატომიანი მოლეკულა, რომელიც 3 ნახშირბადის ატომიან მოლეკულად იშლება. შემდეგ გლიცერალდეჰიდი თრიოკინაზას საშუალებით უკვე გარდაიქმნება გლიკოლიზის მეორე მეტაბოლიტად, ანუ გლიცერალდეჰიდ 3 ფოსფატად. ზოგადად ამ ვიდეოში ვისაუბრებთ გლიკოლიზზე ძალიან მოკლედ, ვისაუბრებთ იმაზე, თუ ეს მონოსაქარიდები როგორ იღებენ გლიკოლიზში მონაწილეობას და გლიკოლიზზე უფრო დეტალურ ვიდეოს მომავალში იხილავთ. რაც შეეხება თვითონ ფრუქტოზეს გლიკოლიზში ჩართვით მიმდინარე, უბრალოდ ფრუქტოზას ჩართვით მიმდინარე გლიკოლიზს თავისი მახასიათებელი აქვს და ეს მახასიათებელი არის ის, რომ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე გლიკოლიზი, რომელიც იწყება გლუკოზიდან ან გალაქტოზიდან. ამის მიზეზი ძალიან მარტივია რეალურად, იმიტომ რომ არსებობს სიჩქარის მალიმიტირებელი სტადია, როდესაც ფრუქტოზა 6 ფოსფატიდან წარმოიქმნება ფრუქტოზა 1,6 ბისფოსფატი. სწორედ ეს რეაქცია განსაზღვრავს იმას, თუ რამდენად სწრაფად წარიმართება გლიკოლიზი. იქიდან გამომდინარე, რომ ფრუქტოზა სწორედ ამ საიტის შემდეგ ერთვება რეაქციაში, ეს განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ფრუქტოზა უფრო სწრაფად მიმდინარეობს და ფრუქტოზის ჩართვით გლიკოლიზი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და შესაბამისად ლიმიტირება არ ხდება სიჩქარის. რაც შეეხება ფრუქტოზის დეფიციტით მიმდინარე დაავადებებს, უბრალოდ ფრუქტოზის მეტაბოლიზმში ჩართული სხვადასხვა ფერმენტების დეფიციტით მიმდინარე დაავადებებს. პირველი განვიხილოთ მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობა, რომელიც გამოწვეული არის ალდოლაზა B-ს დეფიციტით. ალდოლაზა B ეს არის ფერმენტი, რომელიც განსაზღვრავდა ფრუქტოზა 1 ფოსფატიდან დიჰიდროქსიაცეტონფოსფატისა და გლიცერალდეჰიდის წარმოქმნას. და აქ ალდოლაზა B-ს დეფიციტის შემთხვევაში გვექნება ფრუქტოზა 1 ფოსფატის დიდი რაოდენობით დაგროვება. რეალურად მთელი პათოლოგიური კასკადი, რაც მოჰყვება ამ ერთი ფერმენტის დეფიციტს, გამოწვეული არის იმ ფაქტით, რომ იხარჯება დიდი რაოდენობით ATF, რადგანაც იმისთვის, რომ ფრუქტოზა 1 ფოსფატი წარმოიქმნას, ფრუქტოკინაზას სჭირდება ATF-ის მოლეკულა. აქედან გამომდინარე, იხარჯება დიდი რაოდენობით ენერგია და ღვიძლს აღარ რჩება ენერგია იმისთვის, რომ მისი სხვა მეტაბოლური გზები განახორციელოს. როგორც არის მაგალითად გლუკონეოგენეზი, რაც იწვევს ჰიპოგლიკემიას, ასევე ვეღარ ხორციელდება გლიკოგენის დაშლა, რაც იწვევს ჰეპატომეგალიას და ღვიძლის უკმარისობას. მემკვიდრეობითი ფრუქტოზის აუტანლობის მქონე პაციენტების სიმპტომები არის შემდეგნაირი, ეს არის პირველი განვითარების შეფერხება, გვაქვს კვების შემდეგ გამოხატული ჰიპოგლიკემია, რასაც შესაძლებელია რომ მოჰყვეს კრუნჩხვებიც და ასევე გვაქვს ჰეპატომეგალია. კურნალობა ესეთი პაციენტების რეალურად შემდეგნაირია, უნდა შეიზღუდოს ფრუქტოზა და ასევე უნდა შეიზღუდოს საქაროზა, რადგანაც როგორც უკვე ვახსენეთ, საქაროზა უკვე შემდეგ იშლება ფრუქტოზად და ასევე უნდა შეიზღუდოს სორბიტოლი. სორბიტოლის შეზღუდვის მიზეზი კი შემდეგია, განვიხილოთ პოლიოლის გზა.
პოლიოლის გზა უზრუნველყოფს რეალურად იმას, რომ გლუკოზიდან წარმოიქმნას ფრუქტოზა და სწორედ გლუკოზიდან ფრუქტოზის წარმოქმნის რეაქციაში შუალედურ პროდუქტს წარმოადგენს სორბიტოლი. შესაბამისად, ჭარბი რაოდენობით სორბიტოლის მიღება ჭარბი რაოდენობით ფრუქტოზის დაგროვებას გვაძლევს. მეორე დაავადება, რომელსაც განვიხილოთ, არის ესენციური ფრუქტოზურია, რომელიც არის ფრუქტოკინაზას დეფიციტი, ანუ იმ ფერმენტის, რომელიც უზრუნველყოფს ფრუქტოზიდან ფრუქტოზა 1 ფოსფატის წარმოქმნას და ფრუქტოკინაზას დეფიციტი ბევრად უფრო ნაკლებ საშიში დაავადება. რაც იმ მარტივი ფაქტით არის გამოწვეული, რომ უბრალოდ ხდება ფრუქტოზის დაგროვება, ATP არ იხარჯება დიდი რაოდენობით, შესაბამისად ღვიძლის მეტაბოლური ფუნქციები არ ზიანდება. ამიტომაც გვაქვს ამ დროს ფრუქტოკინაზას დეფიციტი, ჭარბი რაოდენობით დაგროვებული ფრუქტოზა და შესაბამისად ფრუქტოზა ჩნდება დიდი რაოდენობით შარდში, რაც უფრო ბევრს მიიღებს პაციენტი ფრუქტოზას, მის უფრო დიდი რაოდენობით აღმოჩნდება ის შარდში. რეალურად არც ერთი ეს დაავადება დღესდღეობით საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგანაც დაავადებისთანავე ხდება მათი სკრინინგი. რაც შეეხება galactozas, galactozas რძის შაქარსაც ეძახიან, ის შედის ლაქტოზას შემადგენლობაში და ლაქტოზა იშლება შემდეგ უკვე გლუკოზად და galactozად და galactoza შემდეგნაირად აგრძელებს თავის მეტაბოლურ გზას, galactokinazas საშუალებით და ATP-დან იღებს ისიც 1 ფოსფატის ჯგუფს და წარმოიქმნება galactoza 1 ფოსფატი. შემდეგ უკვე galactoza 1 ფოსფატიდან galactoza 1 ფოსფატ ურიდილ ტრანსფერაზას მეშვეობით და UDP-ს, ანუ ურიდილ დიფოსფატას მეშვეობით წარმოიქმნება glucoza 1 ფოსფატი, რომელიც სხვადასხვა მეტაბოლურ გზაში შეიძლება ჩაერთოს. პირველი ეს არის, რომ გააგრძელოს გზა და წარმოქმნას გლიკოგენი, ანუ გლიკოგენის სინთეზში მიიღოს მონაწილეობა და მეორე არის ის, რომ glucoza 1 ფოსფატიდან წარმოიქმნას glucoza 6 ფოსფატი, რომელიც ჩაერთვება გლიკოლიზის პროცესში. Glucoza 1 ფოსფატიდან ასევე წარმოქმნილი glucoza 6 ფოსფატი შესაძლებელია ჩაერთოს ასევე გლუკონეოგენეზში და გლუკოზის ახალი წყარო გახდეს. შეეხება თვითონ galactozasთან დაკავშირებულ სხვადასხვა დაავადებებს. პირველი ეს არის კლასიკური galactozemia, რომელიც გამოწვეული არის galt-ის დეფიციტით, ანუ galactoza 1 ფოსფატ ურიდილ ტრანსფერაზას დეფიციტით და რაც იწვევს დიდი რაოდენობით galactoza 1 ფოსფატის დაგროვებას. galactoza 1 ფოსფატის დაგროვება იგივე პათოლოგიური მექანიზმით მიმდინარეობს, როგორც მიმდინარეობდა aldose B-ს დეფიციტის დროს, რადგანაც ამ დროსაც ძალიან დიდი რაოდენობით ხდება ATP-ის დახარჯვა, რაც იწვევს ისევ და ისევ ღვიძლის ფუნქციების გამოლევას, მეტაბოლური ფუნქციების გამოლევას. სიმპტომები შემდეგნაირი გვაქვს. პირველი ეს არის, როგორც კი ახალშობილი მიიღებს რძეს, იმ წამსვე გამოიხატება ეს სიმპტომატიკა. რადგანაც როგორც უკვე ვახსენეთ, რძეში არის დიდი რაოდენობით galactoza. ასეთ პაციენტებს აქვთ ღვიძლის უკმარისობა, აქვთ სიყვითლე, აქვთ ჰეპატომეგალია, განვითარების შეფერხება და კატარაქტა. მკურნალობა აქაც ამ პაციენტების შემთხვევაშიც გულისხმობს galactozas შეზღუდვას. მეორე დაავადება, რომელიც გვაქვს, ეს არის galactokinazas დეფიციტი, რომელიც გამოწვეული არის galactokinazas დეფიციტით. თვითონ სახელის გვევნება დაავადების და დიდი რაოდენობით ხდება სწორედ galactozas დაგროვება. ამ დროს ესეთ პაციენტებს აქვთ კატარაქტა გამოხატული და კატარაქტას მიზეზი ერთ-ერთი არის სწორედ galactitolis დაგროვება. galactitolis წარმოქმნის მექანიზმი კი ისევ მივდივართ პოლიოლის გზამდე, როგორც გლუკოზედან aldose რედუქტაზას საშუალებით წარმოიქმნებოდა სორბიტოლი, აქაც galactozedან aldose რედუქტაზას საშუალებით წარმოიქმნება galactitoli და სწორედ ამ galactitolis დაგროვება ხდება ბადურა გარსზე, რაც კატარაქტას იწვევს და ეს კატარაქტა ხდება ბავშვებში და ახალგაზრდებში, რაც მისი ასე რომ ვთქვათ დამახასიათებელი ნიშანია ამ დაავადების. მკურნალობა აქაც არის ისევ და ისევ galactozas შეზღუდვა დიეტურ, ანუ დღის რაციონში. სულ ეს იყო ვიდეო galactozasა და ფრუქტოზაზე. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.